მაგრამ ბევრად უფრო გაცდენილია მასშტაბ შევარდნაძის უბრალოდ ის ეპოქას განსხვავდებოდა, ის ეპოქა იყო შეუმდგარი სახელმწიფოს ნიშნები ჰქონდა იმ ეპოქას. თუმცა თავისი მასშტაბით, კორუმპირებულობის მასშტაბით ჩემი აზრით ეს აბსოლუტურად გაცდენილია და თვითონაც იცის ყველა. ეს მათთვის საკვირველი არ არის, ეს არანაირად ყველაზე ეს არის მათი ეს არის სისტემა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ აკონტროლოს ესეთი მუდმივად, ესეთი ხურმოჭრილი ხმები ყავდეს ერთ პატრონს, ხო, რომელსაც როცა უნდა მაშინ გაწირავს, ხო, ძალიან ისეთი იყო, ხო, როცა რაღაცა ქვეყნის ორჯერ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი უცებ გუშინ გადაიქცა მოქალაქე ღარიბაშვილად, ხო, რაღაცა რომლის სახლიდანაც ამოიღეს მილიონობით დოლარი და რასაც ამობდი საათები და ოქროს ზოდები და ისინი და გადაიქცა მოქალაქე ღარიბაშვილად იმის გამო კი არა, რომ რეალურად რამე კორუფციის წინააღმდეგ რამე სისტემური ბრძოლა მიმდინარეობს, ხო, ეს ყველა მითის რომ ფარსი და ტყვილი არის, ხო? არა, იმიტომ რომ რაღაცა იმ მომენტში მის პატრონს დაჭირდა ეს. მის პატრონს რაღაცაში შეეპარა, მის ლოიალობაში შეეპარა ეჭვი, თუმცა ვის ლოიალობაში შეიძლება შეგეპაროს ეჭვი და ღარიბაშვილის ლოიალობაში როგორ შეიძლება შეეპარო და ეჭვი, ეგ რთულად წარმოსადგენია. მაგრამ ისე ამ საერთაშორისო თემებსო დაუბრუნდეთ, ხო, ძალიან ღრმა იზოლაციისკენ მივდივართ. თვითონ ევროკავშირის ფორმატში სანქციების დაწესება თვითონ ევროკავშირის მხრიდან ალბათ უფრო გართულდება გარკვეულ ეტაპზე, იმიტომ რომ კონსენსუსის მიღწევა იქნება რთული, თუმცა ჩვენ ნახავთ უკვე ალბათ უფრო მკვეთ ნაბიჯებს თვითონ წევრი სახელმწიფოების მხრიდან და ამ მიმართულებით როდესაც გერმანიის ტიპის ქვეყანა ცვლის უკვე პოლიტიკას და ელჩის გამოწვევა კონსულტაციებზე და დიპლომატიური თანამშრომლობის დონის დაწევა სწორედ ამის პირველი ნიშანი არის, რომ გერმანია აბსოლუტურად შეცვლის, არა მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება, არამედ შეცვლის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, იმიტომ რომ ის რაც მათ ახლა გააკეთეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მათ შეამცირეს მნიშვნელოვნად დაწიეს ქვემოთ საქართველოსთან დიპლომატიური თანამშრომლობის დონე. ძალიან დიდი